რა ხელშეკრულებაა დადებული და თან 60% მინიმუმ უცხოელებზე უნდა იყოს გაყიდული, ხო, რაც თვითონ დაფუძნებელმა ისაუბრა. შესაბამისად, მანდ მინიმუმ კითხვებს ვინც არ სვავს, ან არის მავნებელი, ან ქოცი. ანუ ეგ ორი ვარიანტი, ან მავნებელია ვიღაცა, რომელსაც კითხვებს არ სვავს, რომ რა შეთანხმება იდება, ან არის ჩვეულებრივი ქოცი და რავი, ან უცნობია, ან ის ხაინდრავა არის რა. ანუ ეგეთი რეალობა არის ჩამოყალიბებული და ეს ეხლა მე რა ინფორმაციას მოვყევი, შეგიძლიათ შეხვიდეთ და გადაამოწმოთ. ეს არ არის ჩემი მოგონილი, ეს არის კონკრეტული ფაქტების დონეზე გადამოწმებული ინფორმაცია. თუმცა ნახე, არის მეორე მომენტი. სულ რომ წარმატებული პროექტები ქონდეს მას განხორციელებული სხვადასხვა ქვეყნებში, ეგ არის, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეგ არის იმ ქვეყნის ხელისუფლების და პოლიტიკური ხელმძღვანელობისთან შეთანხმების საქმე. ანუ რაღაც სერბეთში პირობითად განახორციელა რაღაც პროექტი, რომელიც იყო, რომელმაც მოუტანა სერბეთს კეთილდღეობა, ეს იმიტომ რომ სერბეთის ხელისუფლებთან ვამბობ, სერბეთის ხელისუფლებამ იმუშავა სწორად. ანუ სადღაც განახორციელდეს წარმატებული პროექტი, ეგ არნიშნავს, რომ შენ მშვიდად უნდა იყო. შენთანაც რო განხორციელდეს წარმატებული. არა, არ არის წარმატებული. ეგ სხვა, მაგრამ მე ხა ოცნების ის ვიქნები, რა ქვია, რომც იყოს წარმატებული, ეგ არნიშნავს, რომ აპრიორი აქაც შენ გაქვს შენი რეალობა. ჩვენ მაგიტო ვითხოვთ, რომ აქ ჯერთი ნახე, ეგ ხელშეკრულება უნდა ყოფილიყო მანამდე საზოგადოებისთვის ცნობილი. სანამ ხელი მოეწერებოდა. ეხლა კომერციული საიდუმლოებაც გვესმის, გასაგებია რომ არსებობს ეგეთი ცნებაც, ეხლა საქართველოს არ მოუგონია ეს და არსებობს ეგეთი პრაქტიკა, არსებობს კი ბატონო, მაგრამ ეს არ არის უბრალოდ კომერციაზე, აქ არ არის ლაპარაკი და ეს არ არის ჩვეულებრივი ინვესტიცია, ეს არის კაცო, იმხელა მასშტაბის ფული, რომლის მსგავსიც არათუ დამოუკიდებელ საქართველოში, საერთოდ საქართველოში მაგხელა ფული არ შემოსულა არასოდეს. ეს უბრალოდ ინვესტიცია კი არ არის, აქ ლაპარაკი რაღაცა 20 მილიონზე და 50-ზე და თუ გინდა 100-ზე და 200-ზე კი არ არის, კაცო, ლაპარაკი არის 7 მილიარდზე. ხო წარმოგვიდგენია, ერთი საქართველოს ბიუჯეტის, მეორე წარმოგვიდგენია, საერთოდ საქართველოს ბიუჯეტის ხელა ფულია. ამ ხელა ფული შემოდის, ლაპარაკი არის ქალაქების აშენებაზე, რაც ითქვა, გაცხადდა, უკვე მიუღებელია. და რა თქმა უნდა, ლეგიტიმურად ადამიანებს უჩნდებათ იმის ჩდება მოთხოვნა, რომ რავი, დანარჩენი რა წერია გვანახეთ. რაც მოვისმინეთ, ანუ რაც ვიცით, ეგეც არ გვინახავს. ეგ კონკრეტულად რა ფორმულირებით წერია, ჩვენ არ გვინახავს. ეხლა ვიცით ალაბარისგან, რომ 60% ესეო და ამათმა მხარემაც მე ის ინაიშვილი თუ რაგვარი იყო, იმანაც დაადასტურა და რაღაცა ესე ვიღაცეებისგან, ანუ გატეხილი ტელეფონია ჩვეულებრივი ვიღაცის ნათქვამს და თუმცა ვიღაცის არა. პირველი პირების, ვინც უშუალოდ ამ ხელშეკრულების მხარეები არიან, მაგრამ მაინც ახლა არსებობს ეგეთი გამოთქმა, რომ 100-ჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობია, ხო? ჩვენ გვინდა რომ ვნახოთ რა წერია ამ ხელშეკრულებაში, ისიც გვაინტერესებს, კაცო, რაც გვითხრეს ის კონკრეტულად რა ფორმულირებით წერია, ეს 60% 33% საქართველოსია, ფორმულირებას ყველა სიტყვას აქვს მნიშვნელობა იურიდიულ დოკუმენტში. გვაინტერესებს და როდესაც აქედან არის მოთხოვნა, რომ გვაჩვენეთ რა წერია დოკუმენტში, იქიდან არის აგრესია, ფაშიზმი, ნაციზმი, ესენი საქართველოს განვითარებას ეწინააღმდეგებიან, ესენი მტრები არიან, ბნელები, მოძალადეები და რაც მე მოვისმინე, პრემიერის განცხადება იყო და დანარჩენი მე უკვე და იმის რა ქვია, კალაცის და დანარჩენი ეს ფულით დაქირავებული, აფილირებული წვრილფეხობა იყიფება რა. ესე იგი. გაბა, მთავარი არგუმენტი, რაც აი ოცნების მომხრეებს მოყავთ ხოლმე, დაიყვანება წმინდად ეკონომიკურ არგუმენტზე, რომ მოიცა კაცო, ფული შემოვა ბიუჯეტში რომ ფული შემოვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ესე იგი უკვე კარგია. პენსიების გაიზრდება, ხელფასები გაიზრდება, იქ მერე ჩვენ შეგვიძლია რომ სხვადასხვა დავაბანდოთ ეს ფული სხვა მემართულებით. კარგი, დაუშვათ არ გაინტერესებს რაღაც არაბიზაციის პროცესის კულტურული გავლენა რო იქნება, საერთოდ არ გაღელვებს. ანუ ის ახარ ინდივიდუალისტი ტიპი ხარ და მარტო აი ფული გაღელვებს რა, აი კოცხი ხარ და მარტო ფული გაღელვებს, მეტი არაფერი. დაუშვათ ეს ახარ, აი არ შევდივარ სხვა კულტურულ ამბებში და სხვა არგუმენტებში. აი მარტო ამ არგუმენტზე მინდა თქვა ერთი რაღაცა, რომ მე შესაბამისად, ახან ეგ ინტერესი, ეგ мотиваცია აქვს ოცნების ხარდამჭერებს საკუთარ პარტიას ესე დაუყენონ მოდი საკითხი.
კარგი, მარტო ფული მაინტერესებს. მაშინ აი ამ ფულში გაგარკვიოს თქვენმა ხელის მომწერმა მხარეებმა თუ აი ეს 6 მილიარდ ნახევარი თუ 7 მილიარდი წლების მანძილზე რა თანამიმდევრობით უნდა გაიცეს. აი უბრალოდ ეს კითხვა დასვან. ანუ ვერ გავიგე ხა 7 მილიარდი ხო არავის არ ჯერა რომ ხა მოვა ვიღაცა და რაღაცა ჯიბიდან არა, მაგრამ მოიღებს და დაახეთქებს მაგიდაზე ამ 6 ნახევარს, ხო? ეგრე ხო არა გამოიყურება რა ეს პროცესი. გასაგებია რომ ეს გულისხმობს რამოდენიმე წელიწადზე ტრანშეების სახით ამ თანხის გამოყოფას, ხო? ანუ გარკვეული პროპორციებით და ასე შემდეგ. მოდი დაუსვან ეს კითხვა საკუთარ ხელისუფლებას. რა თანმიმდევრობით აპირებენ ეს არაბები ფულის ჩადებას? ანუ ხომ არ არის ეგრე შემთხვევით, რომ რავი თავიდან მართლა ეგრე ვარ მოხდეს, რომ რავი პირდაპირ რაღაცა 20 მილიონი რო ჩადონ, პროექტი დაიწყოს და მერე თქვა რომ რავი დანარჩენ 6 მილიარდს რავი 15 წლის მერე გაძლევთ. გაწყოთ ქოცებო ეგ ვარიანტი? რომ აი რაღაცა დაიკანონონ, იურიდიულად გაიფორმონ მიწები, მცირე თანხა ჩადონ, იქ მოიცა ჯერ არა და მერე ჩავდეთ და ანუ აი რაღაცა 10 წლის მერე რო ჩადონ, გაწყობთ ეგ ვარიანტი? ნახე, კიდე მეორე მომენტი. ეგ ერთი, ეხა მეორე. რა ხდება სა? ნუ ჯერ ერთი გოლი გაგვიტანეს სამწუხაროდ. 11 მეტრიანი. 11 მეტრიანი. მან და აი ერთი რაღაცის დამატება მინდოდა რა, რეალურად გაირკვა რომ სერბეთში პირდაპირ ინვესტიცია რა ჩადო აი ამ Eagle Hills-მა იყო 150 მილიონ ევროსაც ვერ გასწა, ანუ 4 მილიარდი უნდა ჩაიდოთ, შემიშალა 12 მილიარდი ვთქვი მაგამდე ეგ უნგრეთში არის, მაგხელა ინვესტიცია უნგრეთში იყო, სერბეთში იყო 4 მილიარდამდე ინვესტიცია და 150 მილიონის პირდაპირ ინვესტიცია ჩაიდო, ანუ ეს ნიშნავს რომ პირდაპირ აი თანხა ისმა მიაწოდა. დანარჩენი რაღაც ესხების, სახელმწიფოს გარკვეული გარიგებების ფონზე რაღაც კიდე ცალკე თანხები მოიზიდა, მაგრამ პირდაპირ ინვესტიცია იყო 150 მილიონი 4 მილიარდი დოლარის ინვესტიციიდან. რაც Eagle Hills-მა ჩადოდა. გიორგი რაც წამოვდა, რეალურად ეგ მართლა ეგრეა რომ მან კითხვა ისმის, ნამდვილად შემოაგდეს ჯერ ეგ-ერთი რა თანმიმდევრობით შემოაგდა რა ხელშეკრულება ეგ ცალკე თემაა, მაგრამ მეორე ის არის ხო, ეგ კითხვაც ხო არის რა როგორ შემოაგდე ფული, საერთოდ მოაგდე ფული თუ არა? ჯერ ერთი ხალხო, ერთი რაღაცა გავიკოთ. ფული ავტომატურად არ ნიშნავს სიკეთეს. ფული არის რა? ფული არის შენ მიერ გაწეული გარკვეული სამსახურის საფასური. ფული არის ენერგია. ანუ ქაღალდზე გამოსახულია შენ რომელი ენერგიაც დახარჯე, იმის ეკვივალენტი არის ფული. უფასო ფული არ არსებობს. ხო, არა, ეგ არის რავი, ცივი ცეცხლი, ან რავი, ცხელი ყინული, ეგეთია უფასო ფული. არ არსებობს უფასო ფული. ფული არის შენ მიერ გაწეული გარკვეული სამსახურის საფასური. შენ რო რაღაცა სამუშაოს იასრულე, ან რაღაცა გაყიდე, რომელიც ასევე მოიპყოვე თავის დროზე, ხო? ეგ არის ფული. ფული ავტომატურად სიკეთეს არ ნიშნავს. და რატო? ამას განსაზღვრავს რა გზით არის ის მოპოვებული, ანუ რაში გადაგიხადეს. ფული, კაცო, ეხლა ცუდ რაღაცას ვიტყვი რა. ფული სხეულის ვაჭრობითაც იშოვება. არის ხალხი, რომელიც ამას აკეთებს. არ მეთანხმებით? უკიდურესად ამორალური გზა არის ეს ფულის შოვნის. მაგრამ ეგ ცუდი ფულია. არსებობს კიდევ თქვა ნარკოტიკების გაყიდვით, საკმაოდ დიდი ფულია ნარკობიზნესში. ხო არის ეგ? არა, ტერიტორია რო გავყიდოთ, ხელის გაყიდვა. ახლა მე სანამდე მივდივარ, გიორგი, ნახე. რომელიმე სახელმწიფო მასე მე რას ვამბობ, ეხლა რომ ვაიმე პენსიას მომიმატებენ. ბიჭო, რავი, სხეულით ნავაჭრი ფულით რო პენსია მოგიმატონ, მასეთი ფულის დედაც ვატირე. სამშობლოს გაყიდვით შემოსული ფულის დედა ვატირე. ვინც მაგას მიესალმება, იმის დედაც ვატირე, ქვეყანა გავყიდოთ და მეტი პენსია მექნება და მეტი, რა ქვია, 5 ლარს რომ მიხდიან, 15-ს გადამიხდიან, მაგრამ ქვეყანა გავყიდოთ, ვინც მაგას იძახის, ხო, მაგაშია საქმე, ამიტომ ფული ავტომატურად სიკეთეს არ ნიშნავს. ფული კარგი მაშინ არის, როცა ის არის პატიოსანი გზით ნაშოვნი. როცა ის არ არის ნაშოვნი ქვეყნის გაყიდვით, ხალატით, სხვადასხვა არაკეთილსინდისიერი გზით, როცა ადამიანი შრომობ, ქმნი დოვლაც და შენი ოფრის და შრომის საფასურს იღებ, ეგ არის კარგი ფული. ამიტომ ეგ გავიგოთ.
ფური არსებობს კარგი და ცუდი. თუ ფური სანაცვლოდ აქ არაბული ქალაქები უნდა გაგიშენდეს. ეს არის საშიში. ეგ არის საფრთხის შემცველი. და მაგას ისე კინო შევხედავთ, რომ პენსია გაგვეზრდება და სამუშაო მექნება. არ მინდა ეგეთი არც პენსია, არც სამუშაო, მაგას მერჩევნია მშიერი მოვკვდე. არ იყიდება, კაცო. მასე მაშინ, რავი, ნარკოტიკებით ვაჭრობა დაუშვათ ამ ქვეყანაში, კაცო. დაუშვათ ნარკოტიკები. საქართველოს გავხადოთ, რა ქვია, მაგისტრალი მაგისი და დავაკანონო და გავხსნათ უზარმაზარი ნარკოტიკების ისა. იცით რამ ხელა ფული შემოვა? ან გავყიდოთ საერთოდ. ეს რაც ეხა იყიდება კი არა. თლიანად გავყიდოთ საქართველოს და იცით რამ ხელა 7 მილიარდი იქნება ხურდა, იმდენი ფული შემოვა. და კარგია მერე? ესე უნდა მიუდგეთ, კაცო, თორე ფული არ არის საჭირო და ეკონომიკა არ უნდა გაიზარდოს და პენსიამ არ მოიმატოს და სამუშაოები მაგას ვინ ამბობს? მაგას რავი გიჟი უნდა იყო რომ ეგ ილაპარაკო. მაგრამ ეგ არ გვინდა ცუდი გზით. რავი ხა ქვეყნებია, სადაც ვარებში ხრჩობიან ქვეყნები, მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თავის დროზე აიღეს ვარები იმ მიზნით, რომ კრიზისიდან გამოსულიყვნენ, იმ ვარებიდან 80% რეალურად პრობლემას რომ მოხმარებოდა, კიდე რა უჭირდა, მაგრამ ვიღაცების ჯიბეში დავიდა და ქვეყანას დარჩა საშვილ-თაშვილო ვარი. ეს ცუდი ფულია. ჯავა, ცუდი ფულის კიდე ერთი რა მაგალითია, იცი? აი, ჯერ ერთი ესე დავსვათ საკითხი, რატო გონიათ, რომ ეგ 6 მილიარდ ნახევარი ეგ ფული აი თანაბრად ან რაღაცნაირად გადანაწილდება ისე რომ თქვენ სარგებელს მიიღებს. აი სად არის მანდ ეგ ჩადებული ეგ საკითხი რომ ეს თქვენამდეც მოვა. რა გარანტია გაქვს? თორსა შემთხვევით ისე ხო არ იქნება რომ ეგ 6 მილიარდ ნახევრიდან ის ქართულ მხარეს რას დარჩება. უკვე ფეოდალები რო არიან და უკვე მდიდრები რო არიან, კიდევ იმათ ხო არ დაემატებათ ნეტა და ეგ ფული იმის გარანტია ხო არ იქნება შემთხვევით რომ საერთოდ ხელშეუხებლები გახდებიან ისინი. პირიქით უფრო გაძლიერდებიან და თუ ეხლა რა ვიცი ვერაფერს ვერ უშვები იმას და გააკრიტიკებ და ეგრევე ციხეში გაგიშვებენ კომენტარის დაწერის გამო. რომ კიდე 6 მილიარდ ნახევარიდან რაღაცა 10 კატი რო დაემატება, მაგად ვიღაც ბობოლებს და კიდე უფრო რა ვიცი ადრე რაღაც ასახლე ქონდა და ეხლა რა ვიცი ციხესიმაგრე ამოიშენა გარშემო და საერთოდ ვერ გადაფრინდება და საერთოდ ხელშეუხებლობის გარანტიებისთვის დაიქირავებს 1000 ადვოკატებს რა ვიცი კერძო ჯარს შეიქმნის ბოლოს და ბოლოს ანუ რატო გაქვთ ეგეთი წარმოდგენა რომ ის ფული არ აკუმულირდება ესეთ მავნებლებში და რატო გონიათ რომ თქვენამდეც ჩამოვა ეგ ფული აი რა გამოცდილება ქონეთ რა აქამდე ეგრე იყო რომ დაუშვათ ვიღაცა რომ გამდიდრდა მე ის ფული თქვენამდე ჩამოვიდა ანუ ეს 35 წელი ხო საკმარისი რატო არ არის რომ არ კი არა ავიღოთ ამ ხელისუფლების პირობებში გამდიდი რამდენი წელია ხა 2012-დან 12 ხო არის სულ ცოტა გარანტირებულად ეხლა რომ არ მოგვედაონ ამათმა 12 წელი ხო არის მინიმუმ რაც არიან ნუ ეგ რეკორდული ძალა მაგდენ ხანი არავინ არ ყოფილა დამოუკიდებელ საქართველოში ხო გაიხსენეთ ხალხო დაპირებები ეკონომიკურ ნაწილში. რას ამბობდნენ? ჩვენი მართლობისო მეორე თუ მესამე წელიო. აი მოდი მაგათკენ ვიქნები და ვიტყვი. მე-5 წელი მაინც ხო იყო. მესამე თუ არა. რას ამბობდა ქართული ოცნების დამფუძნებელი? როგორი წელი იქნებაო? აქო ვერ იცნობ თქვი იმაში გეგონებათო. ევროპელებსაც გავაუცებთ. ეგ დემოკრატიით გასაგებია და მაგ ნაწილში სხვათა შორის არ მოიტყუა ევროპელების გაოცება გულწრფელადსა და უბრალოდ ევროპელებს ფეხებზე ეკიდათ საქართველოს დემოკრატია. ერთადერთი რაც არ მოიტყუა, ეგ იყო ყველაფერს უსრულებდა თვითმკვლელობაზე ვერ წავიდა და ეგ სისულელე იყო, ხო? დაარჩენი ყველაფერი. მაგრამ რაც შეეხება ეკონომიკურ რას პირდებოდნენ, გაგავიწყდათ? ჩვენი მართლობის მესამეო თუ მეოთხეო თუ მე-12-ია უკვე არიან ყოველ შემთხვევაში, ხო? რომელიმე მიგრძენით რამეს ეკეთე? ეხლა თუ ვინმე მეტყვის რომ კიო, მაშინ ჩემი პასუხი იქნება ამდენი 1000 ემიგრანტი, ესე სტიქიურად ზუსტად ამათი მართლობის პერიოდში რატო გავიდა ქვეყნიდან? რატო არის იძულებული ჩვენი მოსახლეობა რომ ევროპაში და ამერიკაში იყოს შავი მუშა? ყველაზე შრომის უნარიანი ნაწილი ჩვენი. ეხლა ხო შემოდი 7 მილიარდი უზარმაზ კოლოსალური სიტყვები არ ყოფნის კოლოსალურიც ვერ ასახავს, მაგრამ რაღაც ასტრონომიული ციფრია, ხო?
ბიჭო, ამხელა პროექტი რო კეთდება, ორი ქალაქი უნდა აშენდეს, კაცო, ეხუმრები შენ? და ამ ხალხს იქიდან რატო ყველას შრომის უნარიანი ჩვენი მოსახლეობა ამერიკაში და პოლონეთში რომ მუშაობენ, მშენებლობებზე ჩვენი ბიჭები, შავ მუშად. მშენებლობებზე მუშაობენ. ის ხალხი რატო არ ჩამოყავთ? თუ ამით საქართველოს რამეს სიკეთეს იღებს. იმას თავისი 30000 მუშახელი რომ მოყავს იქიდან. რავი, საქართველოს იმის ფუფუნება აქვს, რომ აქ სხვა დაასაქმოს? რატო არ ჩამოყავთ ეგ ხალხი? ტყუილია მეგობრებო, ეგ ყველაფერი. არანაირი სიკეთე მაგას ჩვენთვის არ ექნება, კაცო. და თუ რამე ექნება ფინანსურ 10 იმდენი ექნება მომავალში და ძალიან ახლო მომავალში მაგას სხვა მხრივ. ამიტომ კიდევ ვიძახი, ყველა გზით ნაშოვნი ფული არ არის კარგი. ეს არის ცუდი ფული, რომელიც აქ შემოდის და ეს ცუდი ფული კიდე რას მოხმარდება და რეალურად წავა თუ არა ხალხის სასარგებლოდ ეგეც საკითხავია.